დაიბადა ბათუმში, წონაში იყო 4 კილო 52 სანტიმეტრი. თეთრი, ძალიან თეთრი იყო, საყვარელი. სანდროს პირველი სიტყვა რაც არ უნდა უცნაური იყოს, იყო მეზობლის ზაღლის ბილის სახელი, ბილა-ბილას ეძახდა და შემდეგ თქო მეზობლის ქალის ფატის სახელი. ფატი? სამბედა. სანდროს მამა ძალიან ენატრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად უწევდა ზაზას გემზე ყოფნა. აიღებდა ხოლმე ტელეფონს და სულ უყვებოდა რაღაც ამბებს. სანდროს პატარობას ძალიან რთული პერიოდი დაემთხვა, იყო უშუქობა და საღამობით ჩვენი გამრთობი იყო სანდრო. სურათი დავბეჭდე და რომ მოვიტანე სახლში, სანდროს ვეკითხები, აბა სურათზე ვინ არის და ისე რა ქვია, იმ წამსი შუქი დაინახა და შუქი ყვირი. მანამ მარჯვენა ფერი. მარჯვენა ფერი? პირველი შეყვარებული ყავდა ბაღში. დღე დამიდგა, რომ ამბობენ, რომ მოდი, აი, სანდრო ბულ შემატყურეთ X ფაქტორში, იმის დედა არია. ის სანდროთ მიცნობენ. ბედნიერის დედა ვარ, რა თქმა უნდა. სანდრო კურცხალიძე! Just like an angel, your skin makes me cry. You float like a feather in a beautiful world. I wish I was special and so fucking special, but I'm a queen. I'm a widow. What the hell am I doing here? And I don't belong here. What the hell am I doing here? And I don't belong here. I don't belong here. სანდრო კურცხალიძე! Rajiuri txolo chiapasos mentors. Sopo, txol. Chiapasет Sandro. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური შესრულება იყო, გააზრებული, დიდი ბიჭის, დაღვინებულის, უკვე
წელში გამართulis. აი მართლა აქ უკვე შენი პროგრესიც იგრძნობოდა სანდრო, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს გაიზარდე და თითქოს დიდი ბიჭი ხარ. ხარ დიდი ბიჭი, მაგრამ მე გულისხმობ მუსიკალურად დიდი ბიჭი ხარ უკვე. ძალიან მაგარი იყო. მე ჩემ გულს მოხვდა და აი გაფაციცებით გისმენდი. ეს იყო აი დრამატურგიულად ძალიან სწორი, ძალიან ლამაზი და ემოციური შესრულება. მოკლედ მენტორი კმაყოფილია სტეფანე, შენ როგორ შეაფასებ სანდროს? მე წინა ლაივებზე უფრო აი რაღაც სხვადასხვა მიმდინარეობებისკენ მიდიოდა ხოლმე, ჩემთვის არასასურველი და ეხლა ეს იყო პირველად, როცა ყველაზე ძალიან მომეწონა სანდრო. იყო ძალიან მშვიდი და რაც ჩემთვის გასაკვირი იყო, ამ სიმღერაში იყო ძალიან ორგანული. მე მართლა ნამდვილად ძალიან მომეწონა დღევანდელი შენი გამოსვლა, თან მე როგორც ვიცი, მას სპეციალური რაღაც ვოკალური სკოლა არა აქვს, ხო და ძალიან სწორად და რაღაცნაირად იღებდი ნოტებს და ამავდროულად ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი, მე ძალიან მომეწონა პირადად. მადლობა სტეფანე. გიორგი, შენ როგორ მოგეწონა? გიორგი. რას გიმზადებთ გიორგი? მე პირველ რიგში მომეწონა სიმღერა როგორც იყო განაწილებული, აი ეს პირველი ნაწილი ძალიან მშვიდი შეპარვით, როდესაც მღეროდა სანდრო და შემდეგ ის ძალიან ემოციური ნაწილი, რომელიც თითქოს აი ესე დარტყმასავით წამოვიდა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის სანდროს, იმიტომ რომ ძალიან გულწრფელია ასეთ მომენტებში და მთლიანად დებს თავის თავს. ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა და ნამდვილად მე ვთვლი, რომ ეს სიმღერა, რომელიც თითქოს სანდროსთვის სულ არ უნდა იყოს შესაბამისი, ძალიან მოიხდინა მან რექტორმა მეთქი და მენტორმა მას უთხრა, რომ მუსიკალურად სანდრო სულ უფრო იზრდება და უკეთესობისკენ მიდის. ეს ასეც უნდა იყოს, მით უმეტეს, როდესაც სანდრო ლიდერია, მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, მან ისე უნდა შეასრულოს სიმღერები, რომ შემდეგ არავინ არ თქვას, რომ ის ლიდერია მხოლოდ იმიტომ, რომ ბათუმელია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ იმსახურებს ლიდერობას. დიდი მადლობა, მე კი მაყურებელს მოუწოდებ